მაგალითად ომის დროს არავინ არ იკადრა, არც ერთმა ქართველმა არ იკადრა, რომ ვიღაცის ნივთი აიღო და მიეთვისებინა, მაღაზიიდან რაღაც გამოეტანა და მარტო გიული ალასალიამ გაგვძარცვა ხალხო. კიდე გავიმეორებ, ყველგან გავიმეორებ მაგას. კეზერაშვილმა გაგვძარცვა, მაგათმა გაგვძარცვეს მარტო, თორე დანარჩენი არ უკადრია არავის ქვეყანაში. ვერ პოულობდით ხო გახსოვთ მაგათ, სად იყვნენ? წითელ ხიდზე დაჭყლიტეს ერთმანეთი რიგებში, ვინ გაასწრებდა ქვეყნიდან. მერიქიფეებად დაყვებოდნენ და მძღოლებად იმათ, რა ქვია, უმაღლესი თანამდებობის პირები რუს გენერლებს და ართობდნენ აქ. ყველაფერი რუსეთს გადასცეს. ყველაფერი რაც კი გვებადა გაგვძარცვეს და რუსებს შეტენეს. ბოლოს ეგეც არ იკმარეს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში როცა უფლება გქონდა ჩვენ რომ გვევაჭრა რაღაცა მიგვეღო, ან სულაც არ მიგვეცა, დიახაც ჩვენი მტერი ქვეყანა თუ არის, არ უნდა მიგვეცა მათთვის ეს საშუალება რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყვნენ. სააკაშვილმა ძალით შეტენა. რუსეთთან მიმართებაშიც შეგახსენებთ რომ მხარი დაუჭირეთ მის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სამხრივად დავაწესეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებთან. ეს საქართველოს მხრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. და ჩვენ გვეძახიან, მე მეძახიან მოღალატეს და თქვენ, ეს უსინდისოები ესენი. მილიარდები მიიღო რუსეთმა ამის შემდეგ. და ეს სიგიჟე თვითონ ესე იგი ყველაფერი გაუკეთეს, ქვეყანა, რა ვიცი, გააუბედურეს, ტერიტორიები გადასცეს და მუდმივად სულ ჩვენ უნდა ვიმართლოთ თავი, რომ იცი რა, რაღაც ჩვენ არა ვართ, იცი რუსეთის მოღალატეები, ვერ ეღირსებით. ვინც ხართ მოღალატეები, მთელმა ქვეყანამ იცის. ბოლომდე ყველას ეცოდინება ეგ ყველაფერი და არასოდეს არ შეეგუება ამ ქვეყანაში ქართველი ერი იმას, რომ ესეთი ნაძირლები ბოგინობდნენ.